ძალიან ხშირად გვაქვს ონლაინ სივრცეში სექსუალური ძალადობის შევიწროების შემთხვევები ბავშვების მიმართ, იმიტომ რომ მარტივი სამიზნეები არიან ბავშვები და ხშირად მათ საერთოდ არ იციან მეორე მხარეს, რომ მაგალითად სრულწლოვანი პირი არის, როდესაც მათთან კომუნიკაციაში შედიან. ზოგადად სოციალური ქსელების გამოყენება დაკავშირებული არის როგორც წესი ან სრულწლოვანების ასაკთან, ან 16 წლის ასაკთან. თუმცა წესი იშვიათად ემორჩილებიან ხოლმე როგორც მშობლები, ასევე ბავშვებიც და მაინც აქვთ ცდომა სოციალურ ქსელებზე, ამიტომ მნიშვნელოვანი არის გარკვეულწილად აკონტროლოს მშობელმა სოციალურ ქსელებში რა კონტენტზე, რა მასალაზე აქვს ბავშვს წვდომა. ამისთვის არსებობს სხვადასხვა მექანიზმები და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებს აქვს ეს ბერკეტი, რომ გაფილტროს ინფორმაცია, რა ინფორმაცია და ვალდებულებაც, რა ინფორმაციას მიაწვდის ბავშვებს. გარდა სოციალური ქსელებისა, ინტერნეტ სივრცეშიც რა ინფორმაციას მოიძიებს, ამაზე კონტროლი შეუძლია მშობელმა განახორციელოს, ერთგვარი ფილტრი დააყენოს, მოკლედ და მთავარი გასაღები ამ პროცესში არის ბავშვის ნდობა მშობლის მიმართ, იმიტომ რომ თუ ბავშვს არ აქვს მშობლის მიმართ ნდობა, აქვს შიში ასეთ ინფორმაციის გაზიარების და ფიქრობს, რომ ამას საპასუხოდ ძალადობა მოჰყვება მშობლის მხრიდან, ხშირად მან შეიძლება დამალოს ეს ინფორმაცია და ეს ძალადობა უფრო მზარდი და საფრთხის შემცველი გახდეს მისთვის. თეორიულად საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს, რომელიც ორიენტირებული არის ბავშვის ინტერესების დაცვაზე, შორის ონლაინ სივრცეში მოხდება ბავშვის უფლების დარღვევა, ამისთვის მექანიზმები გვაქვს. განაცხადეს, რომ განსაკუთრებული ზრუნის საგანი და ადრესატი იქნებოდა ბავშვი, მაგრამ ეს პრაქტიკაში ასე არ არის. პრაქტიკაში ეს მექანიზმები ეფექტურად არ მუშაობს, იმიტომ რომ დაბალი არის ცნობიერება ერთ შემთხვევაში ბავშვებთან მიმართებით, რომ ბავშვებს არ აქვთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, დაბალი არის ცნობიერება მშობლების, რომლებმაც არ იციან რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ბავშვის უფლების დარღვევას ეხება საქმე. შესაბამისად, დაბალი არის მიმართვიანობა სახელმწიფო უწყებების მიმართ და ამაზე რეაგირებაც და ასეთ შემთხვევებზე სათანადო ზომების მიღებაც.